უახლოვდებით თელავის შესასვლელს, როგორც იქნა ჩამოვედით ქალაქში, სადაც გადავიღებთ კახურ დერბს, თელავი versus გარეჯი. იმედია საინტერესო ვიდეო გამოგვივა და ისია მოვნებთ მაყურებლები ამ ყველაფრით. პირველი ვიდეოა და ძალიან არ გავუკრიტიკოთ. ჩამოვედით თელავში, უკვე თელავის ქუჩებში ვიმყოფებით. მოედანზე, ცენტრალურ ქუჩაზე. ეხლა ვესტუმრებით ერეკლ პაპას, მოვინახულოთ მის ძეგლს. ლეგენდარულ კახთა მეფეს და საქართველოს მეფეს. რას ფიქრობ დღევანდელ კახურ დერბიზე, შაკო? როგორი მატჩი გველოდება? ფიქრობ, თელავს უნდა ქონდეს უპირატესობა, საშინაო კედლებიდან გამომდინარე და ფიქრობ, რომ თელაველი მაყურებელიც მრავლად იქნება სტადიონზე და გამამხნევებს თავის გუნდს. საკუთარ კედლებში თელავს ბევრი გუნდი გაუმწარებია სხვათა შორის. არ არსებობს გუნდი ეროვნულ ლიგაში, რომელიც თელავში აქ სტადიონზე არ დაუმარცხებია. მათ შორის ლეგენდარული დინამო თბილისიდან დაწყებული, შაშანელი ჩემპიონი იბერიით დამთავრებული, რა ვიცი, რომელი გუნდიც კი აიღო. საკუთარ კედლებში ეს გუნდი ყოველთვის სხვანაირად თამაშობს. თელავერ თანებთან ერთად. იმედია ხასიათს აჩვენებენ. თავისუფლად საგარეჯოს გარეჯიც ახლად გადმოსულია ეროვნულ ლიგაში და კახური დაძაბული საინტერესო დერბი გველოდება წინ ჩემი აზრით. დავდივართ თელავის ქუჩებში, ვეძებთ გამლველებს, ადგილობრივებს, რომ ვკითხოთ, რამდენად იციან დღევანდელი თამაშის შესახებ, ან რამდენად დაინტერესებულები არიან ფეხბურთით. თელავის ცენტრში ვიმყოფებით. აი, იქ თელავის უნივერსიტეტი. აქეთ ერეკლ მეფის გალავანია. ლეგენდარული მეფის. ლამაზი ქალაქია თელავი. ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოში. ახლა ვიმყოფებით თელავის გივიჩოხელის სახელობის სტადიონზე. სწორედ აქედან იწყება საფეხბურთო გუნდი თელავის ისტორია. ზუსტად 10 წლის წინ სამა პიროვნებამ აქ ჩაუყარეს საფუძველი იმას, რომ კახეთის ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში წარმატებული და კარგი გუნდი აეშენებინათ. სწორმა მენეჯმენტმა მალევე მოიტანა შედეგი და გუნდი ყოველ წელს ერთ საფეხბურთ ზემოთ ადიოდა. საბოლოოდ რუსთავთან პლეი-ოფის შედეგად გუნდმა ეროვნული ლიგის აგზურიც მოიპოვა და 6 წელი საქართველოს უძლიერესთა შორის დაყო. თუმცა წინა სეზონში ასევე დაძაბულ ბრძოლაში მეშახტესთან პლეი-ოფში გამოეთიშა ეროვნულ ლიგას და წელს უკვე ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს. გუნდს ამბიციები რა თქმა უნდა აქვს, რომ წელსვე დაბრუნდეს ეროვნულ ლიგაში. მით უმეტეს გუნდს ახალი მფლობელი ყავს, რომელიც ფანებს წელსვე დაპირდა ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას. გუნდმა კარგი შევსება მიიღო, ასევე ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, ასევე დაბრუნდა მწვრთნელი, რომელიც თელავს კარგად იცნობს და უმუშავია ამ გუნდში, საკმაოდ წარმატებულად მათ შორის, ასე რომ წინ საინტერესო დაძაბული ეროვნული ლიგა 2 გველოდება. თელავს კი წარმატებებს უსურვებთ, რომ ისევ დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია. ახლა ჩვენ გავესაუბრებით ადგილობრივ უხუცესფანს. ადგილობრივი ყველა იცნობს მას, ყველა სიყვარულით და სითბოთ ისაუბრობენ მასზე. გივი პაპა, თქვენ აქაურობის ნამდვილი ლეგენდა და თილისმა ბრძანდებით. რას ნიშნავს თელავი თქვენთვის ეს გუნდი, რომ მოგვიყოთ? ეს გუნდი ჩემთვის არის სიხარული, სიყვარული. თელ სიცოცხლეა ჩემი. ნახევარზე მეც აქ ვატარებ გუნდთან. თითქმის აქ დავიძინო. სიცოცხლეა, სიხარულია, სიყვარულია. თუ თქვა და გადავიდა. თქვათ თუ აუცილებლად გადავა ეს გუნდი. იმედი კი მაქვს. აი დიდი სუფრა უნდა გავშალოთ აი იმ ნავეთში. ადგილი გვაქვს, რა ჯობია ღვინის დალევა, რაზე დავლევთ, მწვაძე თუ ხაშლამაზე? თუ ორივე იქნება? მწვადიც იქნება, ხაშლამაც იქნება, ყაურმაც იქნება, ჩაქაფულიც იქნება. პაო. რა სუფრა იშლება მეგობრებო? კი, აბა, გეპატიჟებით. ჩვენი გამომწერების დავპატიჟოთ, ხო? რა თქმა უნდა. იჩქარეთ, თორე შეზღუდულია. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ასე რომ გამოიწერეთ თავის დროზე არხი, რომ მოხვდეთ ამ სუფრაზე. ისე ნავის ცოტა პატარაა და ყველა ვერ დავეტევთ. ხო. რას ფიქრობთ, წლევანდელი გუნდი როგორ მოგწონთ? ახალი მწვრთნელი გუნდი მათ შევსება მიიღო, ძველი ბირთვი დარჩა. აქვს პოტენციალი იმის, რომ გადავიდეს წელსვე ეროვნულ ლიგაში. მწვრთნელი არის უმაღლესი კაცი. უმაღლესი. 100%-იანი იმედი მაქვს რომ გადავალთ. 100%-იანი იმედი. მოთამაშეებიც კაი ცოცხალი ბალღები ჩანან. თამაშობენ. 100%-იანი ვერა, მაგრამ 99% იმედია. 99% გადავალთ. ესე იგი ამ ნავეში кейფი არ აქვს ხდება. კი.
ძალიან კარგი გელოდებით ყველას და ერთად აღნიშნოთ თელავის გადასვლა ეროვნულ ლიგაში. დაგემშვიდობებით ახლა გივი პაპა, მადლობა ინტერვიუსთვის აღარ მოგაცდენთ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და თქვენთან ერთად ინტერვიუს ჩაწერა. მოვედით კავკასიონი არენაზე, მაჩამდე საათნახევარია დარჩენილი და მანამდე ვეცდებით მოსულ გულშემატკივარს გავესაუბროთ და გავიგოთ რა მოლოდინები აქვს დღევანდელ თამაშზე და ზოგადად ამ სეზონზე. ასე ვეცდებით გავესაუბროთ მწვრთნელს, რამდენიმე ფეხბურთელს, პატარა ინტერვიუები ავიღოთ მათგან, თუ როგორი მოლოდინები აქვთ კონკრეტული მატჩიდან და მთლიანი სეზონიდან. ტრიბუნებზე ჯერ ძალიან ცოტა ხალხია, მატჩამდე საათნახევრით ადრე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნები გაივსება, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი რიგითი მატჩი, კახური დერბი გოლდება წინ, თელავი versus საგარეჯოს გარეჯი. თან ამ მატჩს კიდევ ის ამძაფრებს, რომ ორივე გუნდი ეროვნული ლიგის მონაწილე იყო, მხოლოდ წელს დაქვეითდნენ მეორე ლიგაში და დარწმუნებული ვარ, ორივეს მიზანი ისევ აღზევება. წინ საინტერესო მატჩი გოლდება, ყოველ შემთხვევაში აფიშა ესეთია. ვნახოთ ბიჭები რას იზავენ მოედანზე, მწვრთნელები როგორი ტაქტიკით ითამაშებენ და რა მოხდება ამ ტრიბუნებზე, როგორი ატმოსფერო იქნება, იმედია კახური დერბი საინტერესო და დაძაბული გამოვა. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში გვაინტერესებს ატალიაში გაიარეთ შეკრება, როგორ ყოფილი ხართ შეკრებით მოსამზადებელი ეტაპით? კარგია რა, კარგი იყო, მადლობა ხმეთს. გვაქვს საშუალება, რომ ეგეთი კაი შეკრებები გავიაროთ და მე ვფიქრობ, რომ კარგი ეტაპი იყო რა. ახალი გუნდის შექმნა საუცილებელია, რაც შეიძლება ხშირად რო ერთად ვიყო და ქონა ორკვიანი საშუალება, რომ კარგი შეკრება გაგვიარა და ეს რა თქმა უნდა დროში გეხმარება გუნდის დავაგებაში, გუნდის აწყობაში, თუმცა ოფიციალური თამაშები მაინც სხვაა. გუნდის შევსებით როგორი კმაყოფილი ხართ დავიმატეთ ელომა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი? კი, კაი ფეხბურთელები დავემატეთ, თუმცა მთავარი მიზანი ამ ეტაპზე იყო, რომ გუნდი არ დაშლილიყო და შეგვენარჩუნებინა ბირთვი. ხო, ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, დავემატეთ ახალი კარგი ფეხბურთელები, ნახეთ როგორ შეეწყობიან ერთმანეთს რა. კიდევ და კიდევ აი დღევანდელ თამაშზე ბევრი რამეა დამოკიდებული. სეზონის მოლოდინები, რა მოლოდინები უნდა გქონდეს თელავის გულშემატკივარს თელავისგან? კარგი. მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი კარგი, აგრესიული, მებრძოლი გუნდი გვეყოლება, თელავის ხასიათში რაც არის და გვინდა რომ ძალიან მალე კარგად ორგანიზებული, კარგად მოთამაშე, რასაც ეს სტადიონი შეგვიწყობს ხელს შესაბამისობაში, კარგად ადაპტირებული ამ პირობებთან გუნდი გავაკეთოთ. დღევანდელ თამაშზე რას გვეტყვით? ეს ერთი რიგითი თამაში არ არის, კახური დერბი გვაქვს, თან გახსნითი მატჩი, თან ორივე ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდი იყო წინა სეზონში და ორივეს ამბიციები, რა თქმა უნდა, მაღალია, ისე უნდა ეროვნული ლიგაში დაბრუნება. არ თავმდაბლობ, გულწრფელი ვარ აბსოლუტურად, არ ველოდები ოლ თამაშს. იმედი მაქვს, რომ გაგვემართლებს და მოვიგებთ, რომ ჩვენ უკეთ ვიქნებით გზა. ნახოთ რა იქნება აი კიდევ ჩემთვის აბსოლუტურად ახალ გუნდთან მოწინააღმდეგეც ახალი გუნდია, აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მოწინააღმდეგეზე ამ ეტაპზე რა იქნება. იმედია რომ მალე ავიღებთ ავღოს და თამაშს ჩვენ სასარგებლოდ წავიყვანთ რა. კარგით, მატჩი რამდენიმე წუთში დაიწყება, აღარ მოგაცდენთ ახლა. მადლობა ინტერვიუსთვის და გემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ. გამარჯობა. რა მოლოდინები გაქვთ დღევანდელ მატჩში? რა ვიცი, აბა თვითონ გუნდი კარგ ფორმაშია. ამდენადაც მე ვიცი და როგორი ინფორმაციათა, არ ვიცი ხა ეს სრულ ინფორმაცია იქნება თუ დადებითი ინფორმაცია, მაგრამ როგორც ვიცი გუნდი კარგ ფორმაშია, აი დავიმატეთ
ყოფილი თავდამსხმელი ჩვენი გიორგი ნიქავაძე, რომლის იმედით თელავს გვაქვს, აი ჩემ მეგობარსაც. და რა ვიცი, ეს სიტყვით ალბათ მადლობა, რამეს ხო არ დაამატებდი. არა, ჯერჯერობით ვერაფერს, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს ღელავა სიტყვის. მოლოდინი რა თქმა უნდა არის რაღაც დადებითი, ყოველთვის პოზიტიურად გახარ ელოდები, მაგრამ შედეგი საერთოდ სხვა რამ არის. გამარჯობათ ბიჭებო. გამარჯობა. დღეს თელავი თამაშობს საგაჯოს გარეშეთან და თქვენი მოლოდინები მაინტერესებს ამ თამაშთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მოგივთ იმის მიუხედავად, რომ პირველი თამაში ამ სეზონში მაინც აქვთ ბიჭებს мотиваცია და მგონია, რომ მოვიგებთ ამ თამაშს. შენ ხო არ გეტყვი კიდე რამეს დაგვიმატე? იმედები გვაქვს რომ მოიგებენ რა ვიცი. ყველაფერს გავაკეთებთ რომ ლიგიდან ამოვიდეთ რა. ძალიან კარგი, მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. დღევანდელ მატჩზე მაინტერესებს რა მოლოდინები აქვს? აუცილებლად სამხულას ველოდებით, ყველაფერი კარგად დამთავრდება და როგორც ყოველთვის მოგება თელავს. ვირუს ცოტაში აი მან bicho, mirati, zi. Ai, bicho, não quer gut. პირველ რიგში გილოცავ დაბრუნებას თელავის გუნდში მაყურებლებიც ბედნიერები არიან, წელსაუბრობდით ფანებთან და ძალიან უხარია ჩემი გუნდში დაბრუნება. როგორ შეაფასებდი შენს პირველ თამაშს დაბრუნების შემდეგ? პირველ რიგში მადლობა ესეთი სიყვარულისთვის, ძალიან მიხარია ყოველთვის ამ გუნდში როცა ბრუნდები ესე რომ ვთქვა, სიყვარულისთვის ყველაფერთვის დიდი მადლობა. თამაშად შეეხება რთული თამაში გამოგვივიდა. პირველი თამაში ყოველთვის ჩემპიონატის განსაკუთრებით რთულია, მაგრამ კონდა ესე რომ ვთქვათ ბევრი მომენტი შეგვეძლო გამოგვეყენებინა და დავგვეწყო ჩემპიონატი ისე როგორც დავგეგმეთ ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ვაგზელებთ მომზადებას. თითოეულ თამაში შევხედავთ თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი და ვიმუშავებთ ამ საკითხზე და
კიდევ უფრო უკეთესები დაგიბრუნდებით და ვეცდებით რომ გაგახაროთ ყველანაირად თელავის გულშემატკივრები და დაუბრუნდეთ იქ სადაც ჩვენი ადგილი. დარწმუნებული ვარ თქვენ ამისთვის ყველაფერს გააკეთეთ. კაი მოლოდინები რა გქონდეთ თელაულ ფანებს ამ ჩემპიონატიდან? რა თქმა უნდა უმაღლესი ლიგაში დაბრუნება, სადაც მე ვფიქრობ რომ თელავი იმსახურებს. კიდე ბერჯერ მითხოვს ეს სიტყვა და კიდე ერთხელ მეორებ რომ იმსახურებს თელავი იმას რომ ეროვნულ ლიგაში ადგილი გქონდეს რა და იქაც წარმატებით იასპარეზოს და სამეულისთვის იბრძოლოს და ევროტურნირებისთვის იბრძოლოს. მე ამის ჯერა და მოხდება აუცილებლად ეტაპობრივად ყველაფერი კარგად იქნება ჩემი აზრით. დარწმუნებული ვარ თქვენ ამისთვის ყველაფერს გააკეთეთ. მადლობა ინტერვიუსთვის სტაროტევსკის. მადლობა. კარგად. ნიკოს, შენ თელაველი ხარ, ამ ქალაქიდან ხარ წარმოშობით და როგორია შენ ქალაქს რო დაუბრუნდი, შენ გუნდში რო თამაშობ? გამიხარდა ჩემ ქალაქში დაბრუნება. ჩემ გულშემატკივარს დიდ მადლობას მოვუხდი ესეთი კაი დახვედრისთვის. თამაშსაც შეეხება, რა ვიცი, არ იყო ეხლა რო თქვა ხარისხიანი თამაში, მაგრამ შეგვეძლო რომ მოგვეგო რა ამ თამაშში, მაგრამ ესეთი თამაშების ცოტა ისეთი ბრძოლა იგებს რა და რა ვიცი ჩემი აზრით არაფერი არ დავაკელით, მაგრამ რაღაც პატარა გამართლება არ იყო ჩვენ. კაი, არა უშავს ეს თამაში ფრემორჩან 0-0 დარწმუნებული ვარ, 3 ქულა ქონდა დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ თამაშებში რას პირდებით გულშემატკივარს და მიზნები რა არის ყოველ შემთხვევაში ამ ეროვნულ ლიგაში თქვენ? პირველი თამაში იყო და ეხლა რაც დაგეგმილია რაღაცები შეიძლება ისე არ გამოდის ყველაფერი, მაგრამ შემდეგ თამაშებში ვეცდებით რომ ყველაფერი, რავი, რაც დავალება გვაქვს და ისე შეძლებს დაგორა შევასრულოთ ყველაფერი რა და ჩვენ გულშემატკივარს ვირდები რომ უკეთეს თამაში იქნება რა შემდეგში. შენ განსაკუთრებულად უნდა მოინდომო და დარწმუნებული ვარ რომ ეგრეც იქნება, იმიტომ რომ აქაური ხარ და ორმაგად ემოციური იქნება ამ გუნდში შენი თამაში და დარწმუნებული ვარ რომ ორმაგად გინდა კიდე და 100 მაგად გინდა რომ გადახვიდეთ უმაღლეს ლიგაში. ამაზე ხორეთ ყო ერთ ორ სიტყვას პანებს. კი, რა თქმა უნდა, რავი, თელავის ადგილი სადაც არის, იქ უნდა იყოს რა. რა თქმა უნდა, ესე იქნება რა, ბიჭები ყველა კარგად ვართ განწყობილი მაგ ბიზნესთვის რა. მადლობა ინტერვიუსთვის, დაგემშვიდობებით. კარგად ხავით, მადლობა. კარგად. დასრულდა მატჩი ფრედ 0-0. კახურმა კლუბებმა გაიყვეს ქულები და რა ვიცი დღევანდელი დღე გვესაძეთ რომ ჩვენი განმსახედიდან გვეჩვენებინა თქვენთვის და მომავალში გვესწრებით რომ უკეთ დაგანახოთ ჩვენი საფეხბურთო ამბები. მატჩი მიუხედავად იმისა რომ 0-0 მორჩა, მაინც დაძაბული და საინტერესო იყო ჩემი აზრით. იყო საფრთხე მომენტები, იყო ძელი, იყო უამრავი ბრძოლა და არც ერთ მეტრს და პატარა მონაკვეთს არ თმობდნენ როგორც ერთი ისე მეორე გუნდის ფეხბურთელები. გულისხმობა რომ გოლი ვერ ნახეთ, მაგრამ რას ვიზავთ? ჩვენ შემდეგ გაჩერებაზე დიდი იმედი გვაქვს რომ უამრავ გოლს ნახავთ. დღეისთვის სულ ეგ იყო, დაგემშვიდობებით თქვენთან პატარა თხოვნო გვექნება რომ არხი გამოიწეროთ, მეტი არაფერი. ერთი დაწკაპუნება უნდა არხი გამოიწეროთ და ლაიქის ღილაკსაც თუ მიაჭერთ, საერთოდ უფრო მაგრად გვეყარებით. ახლა ჩვენ წავალთ ჩვენ სასტუმროში, სადაც დავბინავდებით, გავამზადებით შემდეგი ტურისთვის, შემდეგი მატჩისთვის. ეხლა კი კახეთში დროა, რომ კახურად მოვილხინოთ, კარგი მწვადი, კარგი ხაწითელი და ტყილად დავიძინოთ დღევანდელი დამღლელი დღის შემდეგ. დღევანდელი დამღლელი, მაგრამ სასიანოს დამღლელი დღე დასასრულს მიუახლოვდა და დღეს დავჩებით და გვიმას მისლებენ თელავში ესეთი არჩეულებრივ გარემოში. სასტუმრო ტალავერია ასეთი. მადლობა მას მისლობისთვის მათ და ესე კახურ ფონზე დაგემშვიდობებით და გამოიწერეთ ჩვენი არხი Away Days გასვლაზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.